მოგესალმებით. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. დიდი ხანია აღარ დამიდია საჯარო გაშლები. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, დროის უქონლობა, ენერგიის არ ქონა და ასე შემდეგ ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. მოგეხსენებათ, ვინც ერკვევა ამ საკითხში, რამხელა ენერგია იდება, როდესაც საჯაროა გაშლა. და ამდენი ადამიანის ისტორია გინდა რომ რაღაც ჩასვა, ჩაადიო ერთ გაშლაში ხო და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად ბევრნაირი სიტუაცია განვიხილო, როგორც ჩდება ხოლმე კარჩი, თუმცა იყო პრეცედენტები, როდესაც სამივე დასტაში ერთნაირად ჩანდა ისტორია, რადგანაც ზოგიერთი ადამიანი ყველა დასტავს უყურებს, თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ, წინასწარვე გაგაფრთხილებთ, რომ ამ საჯარო გაშლაში ყველა დასტას თავისი მიზანი ექნება, ყველა დასტა იქნება განსხვავებული. მე ასეთ მიზანს ვდებ, რომ როდესაც თითოეულ დასტას განვიხილავ, ეს იქნება სხვადასხვა და იმ ადამიანებისთვის, ვინც სხვადასხვა დასტა აირჩია, რომ ერთმანეთში არ აიზილოს ენერგიები და თხოვნა იქნება, რომ ყველა დასტას აირჩევთ, მაინდა-მაინც და ის დასტა აირჩიეთ, რომელიც მიმართაც უფრო მეტად მიგიწევთ გული, ინტუიცია განახობთ, თუ სად შეიძლება იყოს თქვენთვის მესიჯები, რომელ დასტაში. ამავდროულად, თუ აირჩიეთ დასტა და რეზონირება ვერ მოხდა, ესე იგი თქვენთვის არ არის მესიჯი. და სხვა გაშლებს დაელოდეთ ხოლმე, ძველი გაშლებიც არის, რომელიც უვადოა, არხზე არის ეს ვიდეოები, რომელსაც არ აქვს რაიმე კონკრეტული განსაზღვრული დრო, თუ როდის უნდა მოხდეს ის რაღაცა, ან როდის ხდებოდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ჩვენი დრო გვაქვს. შეიძლება მე გავიარე ისეთი რაღაც, რაც თქვენ უნდა გაიაროთ მომავალში, ან პირიქით, თქვენ უკვე გავლილი გაქვთ ისეთი რაღაც, რაც მე უნდა გავიარო. ენერგია მოძრავია, მატერიალიზდება სხვადასხვანაირად ადამიანების ცხოვრებაში, სხვადასხვა პერიოდში, როგორც ასეთი დრო არ არსებობს, ამიტომაც როდესაც ენერგიას ვკითხულობ, თქვენ გეცოდინებათ, მე წარსულს ვკითხულობ, ახლანდელ პერიოდს თუ მომავალს, თუმცა ჩემი მიზანი, რაც შეეხება უშუალოდ აი ამ გაშლას, ეს არის რომ რა მოდის. რას როდესაც ვკითხვას, ანუ რა მოდის, შემდეგ იქ ჩავშლი ზოგადად რა მოდის უახლოეს პერიოდში. თუ ადამიანს შევეხებით, ვინ არის დავაკონკრეტებთ, შევეცდები რომ დავაკონკრეტო, ვინ არის ეს ადამიანი, ამავდროულად საქმესაც შევხედოთ, კარიერის კუთხით რა ხდება, როგორ ხდება, ზოგადად რა მოდის თქვენგან. ვიდეოს ადავრიც იქნება რა მოდის თქვენგან. ხო, და ჩავშლი სხვადასხვა კითხვებს იმის მიხედვით თუ როგორ და რანაირად წამოვა. დასტა პირველი 1, ეს არის ნომერი 1, ნომერი 2 და ნომერი 3. აირჩიეთ როგორც გენებოთ ისე. დააკვირდით, თუ იმაზე ხანი გჭირდებათ არჩევისთვის შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ ვიდეო და შემდეგ ისი აირჩიოთ, თუ არა და მე ვიწყებ ყოველი შემთხვევაში გაშლას და დავიწყებ ნომერი 1-ით, ეს იქნება 4 წუთზე, რომლის შენიშვნაც დამავიწყდა, თუმცა არა უშავს, მე მგონი რომ დავიმახსოვრებ. ეს იქნება 4 წუთზე. მოდით ასეა მაინც შევინიშნავ. ეს ერთი იქნება 4 წუთზე. კი ბატონო, მეცნ ესე ჯობია. 4 წუთი და დავიწყოთ პატარა დათუნია. და დავიწყოთ დასტა ნომერი 1. რა მოდის დასტა ნომერი 1, ვინც აირჩია იმ ადამიანებისგან და პირველი დავიწყებ ორაკულის კარტით, რომ ვიცოდე თუ რა გაკვეთილს ემსახურება. ის რაც მოდის, რას ემსახურება ხო?
სული რა გზაზე დგას? სული დავარქვათ ენერგია, დავარქვათ თქვენი ქვეცნობიერი, დავარქვათ თქვენი ცნობიერი, დავარქვათ, ანუ ის რაც უნდა თქვენასაც ეძახით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ რაც მოდის, რა უნდა ისწავლო მაგ რაღაციდან. კი ბატონო, დისციპლინა. დისციპლინაა თქვენი მთავარი ორაკულის მესიჯი, ეს არის I can accomplish what I set my mind to. ყველაფერს მივახცევ, რასაც გონებას დავუდებ. საკმაოდ მიზანმიმართული ადამიანების ჯგუფია ეს დასტა. ან ცოტა მაინც რომ უფრო მეტად დავაკვირდეთ, ის რაღაც რაც შემოდის, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს თქვენგან და დისციპლინას მოითხოვს. თუ რას და როგორ იზამთ, იმის მიხედვით განვითარდება სიტუაცია. თქვენგან დამოუკიდებელი არ იქნება შედეგი, ამიტომაც იც რაც მოდის თქვენგან, ამაზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი შედეგი თუ როგორი იქნება. კარგი, დავიწყოთ დაროს კარგით. რა მოდის? დასტა ნომერი პირველისგან. კი ბატონო. The Empress, ქალი, იმპერატორი, ძალიან მიყვარს მე ეს კარტი, რადგანაც ეს არის ყოველგვარი კონდიციის გარეშე, ანუ conditions უპირობო სიყვარულს ეხება, უპირობო სიყვარული არის ყველანაირ ფორმაში შეგვიძლია დავინახოთ უპირობო სიყვარული ადამიანის მიმართ, საქმის მიმართ, ანუ რაღაცას იმიტომ არ აკეთებ, რომ რაღაცა შედეგი გქონდეს, რა ვიღაცა იმიტომ არ გიყვარს, იმიტომ რაღაცას გიკეთებს, ხო? ანუ უბრალოდ მოცემულობა გაქვს, საქმე გაქვს, ადამიანი გყავს, მეგობარი გყავს, ოჯახის წევრი გყავს, რომელიც უბრალოდ გიყვარს, ხო? ზოგიერთი ადამიანისთვის ეს არის შეიძლება მალე დედა ხდება, ზოგიერთი ჩემ მეგობარი ხდება ეხლა დედა ივნისში, ძალიან მიხარია. თან ეს კუროს ნიშანია, კუროა თვითონ ჩემ მეგობარი და დარწმუნებული ძალიან კარგი დედა იქნება. ეს არის მატება, ზოგადად ენერგეტიკული მატება, რომელიც მატერიალურ დონეზე გამოიხატება სხვადასხვა სახით. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს სამსახურის ამბავი, როდესაც უკეთესი შემოსავალი გეძლევა, შეიძლება იყოს მეგობრის შემომატება, ანუ ახალი ადამიანი გაიცნო, რომელსაც მოაქვს სრულად ახალი ენერგია. ამავდროულად ეს შეიძლება იყოს ბავშვიც, როგორც თქვი, ხო? ნებისმიერი რაღაც, რაც შემატებს თქვენს ცხოვრებას მატერიალურ დონეზე, გაიზრდება და რაღაცა შეიცვლება და დაემატება და არ მოაკლდება, ეგეთ ენერგიასთან მათ შეხება. აქ ასევე არის გაცემა, როდესაც ადამიანს შეუძლია გასცეს და ამავდროულად ეს რასაც გასცემს, იმას იღებს, ხო? ეს გაცემა ენერგიის უშუალოდ ეხება მზრუნველობას, ეხება მოვლას, ეხება თუნდაც დისციპლინას, ხო? აქ კი შეიძლება კაცი იმპერატორის ენერგიისგან განსხვავებით, შეიძლება ვთქვათ, რომ იმას სტრუქტურა უყვარს და აქ თვალს სტრუქტურა არ მაქვს და უფრო მეტად მოძრავია ენერგია და უფრო მეტად თავისუფალია, ყოველგვარი წესებს მოკლებულია, ასე ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი ზღვარი და ბარიერი აქვს. ანუ ჩათვალე, რომ მოწესრიგებული ქაოსია ეს ყველაფერი რა. ქაოსი არცად არ ქრება, თუმცა იმ ქაოსს თავისი კანონზომიერება აქვს რა. შეიძლება მთლიანად მიუშვა ადამიანი შენთან ურთიერთობაში, მთლიანად გაუშვა, მაგრამ შენი ზღვარი მაინც გაქვს. ანუ როგორ მოიქცევა, როგორ განვითარდება, როგორ გააკეთებს რაღაცას, რა სიტყვის, რა რეაქციები ექნება, ამაზე არ ხარ კონცენტრირებული. ადამიანი თავიდან ბოლომდე ყავს მოშვებული შენამდე, უბრალოდ არის ზღვარი, რომელსაც არ აკვეთინებ, ხო? იმპერატორი კაცის ენერგია რო იყოს, აქ მასკულინური ენერგია რომ მქონდეს. აქ მექნებოდა უფრო მეტი კონტროლი იმაზე თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ეს არ აკონტროლებს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ეს აკონტროლებს იმ კონკრეტულ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გასცდეს ადამიანი. კარგი, გავაგრძელოთ. რა მოდის? ახალი პასუხისმგებლობა მოდის, ფაქტია, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ზრდის თქვენს არსებობას. King of Pentacles, მონეტების მეფე. შემოდის მონეტების მეფე, მასკულინური ენერგია, ეს შეიძლება იყოს თქვენი ენერგია, შეიძლება იყოს შემომავალი ადამიანის ენერგია, ამას დიდად მნიშვნელობა არ აქვს ამ მომენტისთვის, უბრალოდ ეს ვიცი, რომ გარდა აი ამ
დაწინაურებული მაღალი ენერგიის, რომელიც არის ქალი იმპერატორის ენერგია, ეს არის ქონება, ბარაკა, სიუხვე, სიახლე, მატება. ამას მოყვება კაცი მონეტების მეფე, მონეტების ენერგია, რომელიც უშუალოდ რაღაცა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეიძლება ამ ადამიანმა, ამ ენერგიის ადამიანმა, ვინც პირველად წავიკითხე, გამოიყენოს აი ეს მახასიათებლები. მონეტები, როდესაც ჩდება ზოგადად ტაროს კარტში, ეს არის მატერიალურ დონეზე საუბარი, რა ხდება, მით უმეტეს, როდესაც პატარა არკანებს ვეხებით, უშუალოდ გამოხატულება ხდება რაღაცის მატერიალურ დონეზე და შეიძლება ითქვას, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ თანხა, აგროვებდეთ თანხას და იმ თანხას იყენებდეთ უკვე უშუალოდ იმ რაღაც გასაკეთებლად, რასაც გეგმავთ, ხო? ან უბრალოდ ჩენთ აი მასკულინურ გამოხატულებას მატერიალურ დონეზე, არჩევთ, რომ მასკულინური კუთხით მიუდგეთ და თქვენ იყოთ ის ვიღაც ინიციატორი, ის ვიღაც, ვინც რაღაცას გააკეთებს კონკრეტულად და ვინც რაღაცაში დახარჯავს ფულს. ან უბრალოდ შეიძლება შემოდიდეს ადამიანი თქვენამდე, რომელიც შინაგანი ენერგიით არ არის თქვენ პოზიციაზე, არ არის თქვენს დონეზე, არ ჩანს ეს რომ თქვენ დონეზე იყოს. ენერგეტიკულ კუთხით გულისხმობ და გაგების და მიღების კუთხით გულისხმობ და მზაობას და ღიაობას, თუმცა ძალიან მყარ მატერიალურ ნაბიჯს ხედავ, ხო? ეს შეიძლება იყოს საჩუქარი, ეს შეიძლება იყოს გამყარება უკვე არსებული ურთიერთობის, ხო, როდესაც უფრო მეტად ხშირი ხდება ამ ადამიანის კომუნიკაცია თქვენთან, ან იყოს ადამიანი, რომელიც რამე კონკრეტული საქმის შემოთავაზებით შემოდის. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს აქვს მონეტა, როგორც მოგეხსენებათ, არის მატერიალურ დონეზე გამოხატული ნივთი შეიძლება იყოს საქმე კონკრეტული, რასაც უკვე აკეთებ, ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი და აზრობრივი შეთანხმება, ხო? ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი, ვინც თქვენ გვერდით ჩდება, ეს თუ ცალკე ადამიანია, ამას ნამდვილად გავარკვევ, რომელიც გაძლევთ რაღაცა სიმყარეს, რომელსაც თავისი კონკრეტული როგორ ვთქვა, შედეგი ექნება, რაღაცა კონკრეტული შედეგი ექნება. შენ და ამ ადამიანის გადაკვეთას, ან კონკრეტულად შენივე რაღაცა გაქვს, რის კეთებადაც აპირებ, რომელშიც ხვდები, რომ ცოტა კაცის პოზიცია, უხეშად რა ვთქვა, კაცის პოზიციის დაკავება გიწევს თუ ფემინურად მიიჩნევს საკუთარ თავს, მასკულინი ენერგიის გამოყენება გიწევს. ესე ქალი კაცის სხეულის ზონაზე არ ყოფთ ტაროს კარტში, ამიტომაც თან ბევრი ხართ, ვინც მისმენ, შეიძლება კაცი იყოს, შეიძლება ქალი იყოს, ეს არ უნდა გეწყინოთ არანაირად. როდესაც სხვადასხვა იმას გამოვიყენებ ხოლმე. თუმცა, აი სტანდარტული გაგებით, მაინც რო დავიყვანოთ და გასაგები გახდეს, უფრო მეტად მასკულინური ხდებით თქვენ, ან ვინც თქვენამდე შემოდის მასკულინი ენერგიით შემოდის. ნახოთ რა მოდის, ნახოთ. კი ბატონო. მაქვს ორიანი კვერთხები, ორიანი ხმლები მაქვს. არ არის ეს კვერთხი, ეს არის ხმალი. საჯარედინი. დილემა, რაღაცის გადაწყვეტილება, თუ რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო. მაქვს Ace of Cups, დოზით ასების, Queen of Wands, okay. და ცეცხლი, დედოფალი ცეცხლის კვერთხების დედოფალი ცეცხლის ენერგია და ჰერმიტი და ასე მაქვს ცხრიანი ხმლები. მოკლედ დილემა რას ეხება კონკრეტულად? დილემა ეხება თქვენს ამბიციას, თქვენ გამოხატვას. ზოგადად ცეცხლის დედოფალი არის საკმაოდ ამბიციური ენერგია, ამბიციური ადამიანის ენერგია, რომელსაც აქვს გეგმები, აქვს მიზნები და მას რაც სურს ის კეთდება. თუმცა აქ თასების ტუზი რადგანაც მაგდამ აქვს სიახლე ემოციურ დონეზე. ვიტყოდი, რომ ის საქმე, რაზეც თქვენ ფიქრობთ, ის ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, არის სრულიად ახალი, არ გაქვთ ჯერ გამოცდილი მსგავსი სიტუაცია, იმიტომ რომ ემოციურ დონეზე სიახლეს მაჩვენებს. ანუ საქმე რის გაკეთებაც გინდა, ამბიცია რისიც გაქვს, რომ ეს გამოგივა და გინდა რომ გამოგივიდეს დისციპლინა, რასაც ეხება, ხო? საიდანაც დავიწყეთ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რაც უნდა გააკეთო, ხო? შედეგი იქნება ახალი.
მსგავსი შედეგი არ გქონია მანამდე, იქნება ემოციურ დონეზე სიახლე, რაცთანაც არ გქონია აქამდე შეხება, ბევრჯერ მეორებ, მაგრამ სწორად მინდა რომ გაიგოთ, რომ საკუთარ თავში ჩაკეტვის მცდელობას ვხედავ ჰერმიტის გამო და ასევე ვხედავ აი იმ რაღაცა აწრიალებულ ენერგიას, ღამერო წრიალებს საწოლში და რო არიცი, რაღაცა ბევრს რო ფიქრობ და ანუ ეს არ არის საჭირო, ეს არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა გაითავისო, რომ ისეთ სიტუაციაში ხარ, ისეთ ადამიანთან კომუნიკაცია, ისეთ საქმეს აკეთებ, ხო, რომელიც უბრალოდ ახალია, რომელთანაც შეხება არ გქონია, შედეგი ისეთია, რომელიც მანამდე შეიძლება არ გქონია, ემოციურ დონეზე სრულიად სიახლეა. ძალიან კარგი ემოციაა, ახალი ემოცია, რომელიც მიღებაც უნდა შეძლო და არ არის საჭირო წინასწარ განსაზღვრო. ხო, წინასწარ განსაზღვრო, რაც იგრძნობა, უბრალოდ უნდა დააცადო შენ თავს, რომ ეს გრძნობა ბოლომდე მიიღო, არ დაუწყო გაშიფრვა, არ დაიწყო საკუთარ თავში ჩაკეტვა, არ დაიწყო საწოლში წრიალი და ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება და რატო და ის ადამიანი თუნდაც რას გულისხმობს და ასე შემდეგ და არ წაყვე იმ ძველ ქმედით რაღაცებს, ანუ განმეორებით ქმედებებს, პატერნს ზახიან, ანუ არ გაყვე მაგას, არ შეყვე. სრულიად ზედმეტი იქნება ეგ რო გააკეთო, იმიტომ რომ დაიბნევი და დაღლი საკუთარ თავსაც. შეიმუშავე დისციპლინა, ახალი რაღაც შეიმუშავე, თუ როგორ გამოხატავ შენ ენერგიას და როგორ დახარჯავ. ამავდროულად ჰერმიტი მე აქ რადგანაც მიზის მე ხვდები რომ რეალურად შენ გაქვს ცოდნაც და გაქვს პასუხებიც თუ რა ხდება სინამდვილეში ძალიან კარგად ხედავ იმ ადამიანს, იმ ადამიანთან ურთიერთობას, ძალიან კარგად ხედავ იმ საქმეს და იმ საქმეში რას აკეთებ, ამასაც ძალიან კარგად ხედავ. უბრალოდ ეს ხრიანი ხმლების მომენტი შეიძლება გქონდეს, რომ იქ რაღაცნაირად მაინც რადგანაც მიჩვეული ხარ ნერვიულობას, რადგანაც მიჩვეული ხარ, რომ შეიძლება რაღაცები არ გამოდის, ხო, აი ამ ამბავს ცოტა უნდობლად უყურებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ნდობარის მიმართ უნდა გქონდეს, ბოლომდე ვერ ხვდები, ხო? ანუ სამყაროს უნდა მიენდო თუ შენ თავს უნდა მიენდო თუ აი ამ აბნეულობაში ხარ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ნდობის მომენტი შეიძლება დაკარგული გქონდეს, ამასაც სამუშაო გაქვს და ამაზე ძალიან კარგად დაგეხმარება დისციპლინა უშუალოდ, თუ რა შეენდობი და როგორ ენდობი, რატომ ვამბობ საკუთარ თავთან ნდობა, იმიტომ რომ ცეცხლის დედოფლის ენერგია, რადგანაც მაგ ეს არის საკმაოდ დიდი ამბიცია რაღაცის და ამ ამბიციასთან გამკლავება საჭიროა. ამბიციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შეიძლება გინდა ფული, მოვიდეს ბევრი ფული და უცებ შენ დაიბნე და ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო ამ ფულით კარგად და ბოლომდე, ხო? დაიბნე, უცებ მოგინდეს რომ ყველას და ყველაფერს აეხმარო და არ ჩადო რეალურად არ დააბანდო საკუთარ თავში, ხო? არანაირი ეგოიზმი არ არის მაგაში, რომ საკუთარ თავში ჩადო ის რაღაცა, რაც ითხოვ, ვისთვის ითხოვ, ხო, გინდა რომ განვითარდე. იმისთვის ხო არ ითხოვ, რომ ეგრევე მეორე დღესვე გაფლანგო, ხო? შენ ამ რაღაცებს იმიტომ ითხოვ, რომ შენი მწყარი საფუძველი შექმნა, რაშიც ძალიან ამბიციური უნდა იყო, რეალურად სად არის შენი ზღვარი, სად არის შენი ხაზი, როგორი ადამიანი გინდა გვერდით. ვიღაცა ადამიანი არ გინდა მის დროს და გაკარგვინებს, ხო, ადამიანი რომელიც სერიოზულად გიდგება, საქმე რომელიც სერიოზულად, საქმეს რომელსაც სერიოზულად უდგები, შენ თვითონ ქსიამოვნებს, ხო, შეიძლება აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც ქსიამოვნებს, მარტო იმიტომ აკეთებ, რომ ფული გჭირდება, ხო? ამიტომაც რომ განსაზღვრო ზუსტად რისი გამკეთებელი ხარ და რატომ ხარ გამკეთებელი და ასე შემდეგ. საკუთარი თავი არ უნდა შეარცხვილო იმის გამო, რომ ამბიცია გაქვს. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შეიძლება გქონდა ამბიცია და არ გამოგივიდა და მე ვიღაცებმა რაღაცები გითხრეს და ამის გამო შეიძლება ჩაკეტეს საკუთარ არანაირად. სიზულელია, მიყევი, გაყევი, თავარია დისციპლინა. კარგი. თუ რამე არ კიდე დასაზუსტებელი აქვს, თავის დამოვა. ნახოთ, რა მოდის ნომერი პირველისკენ, დასტა ნომერი პირველისკენ. რა მოდის და შემდეგ გადავალ სხვა დასტაზე. რა მოდის? კი ბატონო. მომთავრებ ისევ იმპერატორი ქალის ენერგიით, ძალიან მიყვარს, როცა ეს აკეთებს და არის კარგი და მაქვს სამიანი მონეტები. ზუსტად აი ამაზეა საუბარი, რომ შენ ხვდები ისეთ გარემოში და შენ გვერდით ჩდება ისეთი ადამიანი, მონეტების მეფე, ხო? ეს საქმეში იქნება, თუ სიყვარულში იქნება, მეგობრობაში იქნება, რა სიტუაციასაც შენ
მოარგებ ამას რა სიტუაციაში შეამჩნევ რომ ცოტა მეტად ამბიციური ხდები და ცოტა მეტად მნიშვნელოვანი ხდები საკუთარი თავისთვის და იაზრებ თუ რა არის შენთვის მისაღები და რა არა ხო საქმეში სიყვარულში მეგობრობაში აშკარად ვხედავ რაღაცა გამოდის ვიღაცასთან ერთად საკუთარ თავთან ერთად ნებისმიერ გეგმა რასაც დაისახავ და რასაც დისციპლინირებულად გაყვები აუცილებლად გამოგდის და ისევა ეს იმპერატორი ქალის ენერგია რომელიც მეუბნება რომ ეს პერიოდი სანამ უშუალოდ ის რაღაცა რასაც გინდა რომ გამოვიდეს ურთიერთობა საქმე სანამ მაგაში არ დაინახავ და არ შეიგრძნობ რომ გამოვიდა მანამდე აი სულ აი ამ ენერგიაში იქნები რომ გამოდის ყოფნის ენერგია გამოგდის ყველაფერი კარგად და ის სანამ ბოლომდე ამ რაღაცას არ მიიღებ რომ გამოვიდა და უნდა გაიხარო და ამაზე უნდა დააშენო შემდეგი ნაბიჯები ხო ანუ მანამდე სულ ეს ენერგია ტრიალებს შენ გარშემო რა რაც მოდის შემდეგ უკვე როგორ განვითარდება რა იქნება როგორ იქნება ხო ანუ ეგ უკვე შემდეგი ნაბიჯებია ახლანდელი ენერგია რაც შემოდის არის ერთი დიდი ტალღა ენერგიის რომელიც გაძლევს იმის საშუალებას რომ მატერიალური გარემო რაც გაქვს მოაწესრიგო ისე როგორც შენ გინდა როგორც შენ გსიამოვნებს ეს ეხება ყველაფერს საქმეს ადამიანებს მეგობრებს მეგობრები არიან რავი ну в общем ადამიანებთან ურთიერთობა საქმესთან ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობა ყველაფერს ალაგებ იმხელა ტალღა მოდის რომელსაც სჭირდება დისციპლინა და ეს არის საკუთარი თავის მიმართ ნდობა სხვა ვერაფერს ვერ იზამ სამწუხაროდ კარგი მოკლედ მადლობა დიდი მოსმენისთვის და იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ და თუ გექნებათ სურვილი პირად გაშლილთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემეხმიანოთ მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში თუ რა და როგორ დროებით კი ბატონო დასტა ნომერი 2 მოგესალმებით ჩავინიშნავ დროს ეს არის 22 16 წუთი ბატონო დიდხანს მოუნდა ჩანიშნას მაგრამ არა უშავს ნახოთ რა მოდის თქვენკენ დასტა ნომერი 2-სკენ რა მოდის პირველ რიგში ავიღოთ ორაკულის დასტა და ვნახოთ რა მოდის ანუ როდესაც ვამბობ რა მოდის ანუ ენერგია როგორ გამოიხატება რა სახის ენერგია იქნება როგორ შეიძლება რომ გამოიყენო რომელ მხარეს უნდა მიმართო საით და ასე შემდეგ მატერიალურ დონეზე როგორ შეიძლება რომ გამოიხატოს ან რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ხო რა მოდის და როდესაც ორაკულის დასტას ვიყენებ ამას სულის მოგზაურობის ორაკულს ეს არის ანუ გაკვეთილი soul's journeys and lessons ეს არის გაკვეთილი თუ რაც მოდის რა უნდა ისწავლო ამით perseverance I know that I can do whatever I set my mind to მიახლოებული მესიჯია რაც წინა დასტაში იყო და თუ იმ ჩემი გაფრთხილება არ გაითვალისწინეთ იმედებს გაგიცრუებთ და გეტყვით რომ ამ დასტაში თქვენთვის მესიჯი არ იქნება იმიტომ რომ არ მინდა რომ აირიოს და მინდა რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს მიიღოს რაღაცა თავისთვის და არ გიგონოთ ეს ჩემი კაპრიზი უბრალოდ არ იქნება ეს დასტა თქვენთვის ეს დასტა იქნება იმ ადამიანებისთვის მხოლოდ ეს დასტა აირჩიეს ნახოთ I know that I can do whatever I set my mind to ნებისმიერი რამე შეგიძლია რასაც გონებას დაუდებ ერთი წამი ნებისმიერი რამე შეგიძლია რასაც გონებას დაუდებ ნებისმიერი რამე შეგიძლია რასაც გონებას დაუდებ და ნებისმიერი რამე გამოგივა და მიაღწევა რასაც გონებას დაუდებ განსხვავებაა ძალიან დიდი და შენ ამ შემთხვევაში რაც გემსასწავლი და რა ენერგიაც მოდის
ეს არის შესაძლებლობა. გამოიყენებ თუ არ გამოიყენებ ამ შესაძლებლობას უკვე შენზე იქნება. თუმცა არაში გამოიხატება ეს შესაძლებლობა და რის შესაძლებლობა, მაგას დავაკვირდეთ რა მოდის, ანუ უბრალოდ ეს არის შესაძლებლობა, რომ შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო. ნახოთ. რა მოდის დასტანომერი 2-სკენ. And the chariot ეტლი. რა მოდის და ენერგიას მიჩვენებს, რომელიც მოდის. რომელიც მოდის. 8 of Cups. რიანი თასები. რა მოდის? And the world. მოკლედ, ჩემო ოლამაზო ადამიანებო, რაც მოდის და როგორც გამოიხატება ეს ყოველივე და მაქვს strengths ძალა. ეს არის აი წყალი რო გადაივლო ადამიანმა რა, აი წყალს რო გადაივლებ და გაიცლი ყველაფერს და აი გონია რომ ახალი ადამიანი ხარ რა, ხელმეორე დაბადებას გავს. რაღაცნაირად ეს ვენერა რო არის იმაში. და უკან დიდი მოლუსკის ის რო აქ ნიჟარა. და კარი რო უბერავს აქეთ იქიდან. ანგელოზები. რაღაცა ეგეთი სცენა წარმომიდგა. ნუ ფაქტია რომ ახლიდან იმბადები და ახლიდან ივსება შენი ენერგია, საიცოცხლო ენერგია. არ ვიცი რა მოხდა, რის გამო ამოიწურა, სავარაუდოდ ისეთ რაღაცეებში დებდი შენ ენერგიას, რომლის მიმართაც ვერ ხედავდი შედეგი რომ შეიძლება გამოსულიყო. შეიძლება ეს ურთიერთობა, რომელშიც ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯე და ყველა ხარჯავდი, ყველა ყრიდი ამ ენერგიას შეგნით. ყრიდი და ყრიდი, ანუ უძირო რაღაცაში რომ წყალი ასხა ვერ ამოვავსებ, ხო? ამიტომაც შენ მიდგომა შეიძლება იყოს ასეთი, რომ თუ უფრო მეტ დახარჯავ შედეგს მიიღებ, მაგრამ შედეგი არანაირი არ დაგებრუნდა და უფრო მეტად ამატებდი, რომ რაღაცნაირად შედეგი დაგენახა საქმეში, ურთიერთობაში, ხო? და ეს არ დაბრუნდა. რაც მოდის არის აი ეს კონკრეტული შენი ენერგია, დახარჯული შენი დაცლილი ენერგია, რომელიც გაიფანტა სამყაროში, კოსმოსში, რომელიც დაგროვდა და ეს ენერგია გიბრუნდება. ეს ენერგია გიბრუნდება მთლიანად, რაც გაეცი შენია რა. ოღონდ საიდან გიბრუნდება და როგორ გიბრუნდება, მაგას უნდა დავაკვირდე, მაგრამ ფაქტია, რომ ივსები კვლავ აი ამ ძალით და ენერგიით. რაღაცა ახლის მიმართ გიჩდება ნაპერწკალი. ენერგიით ივსები კვლავ. ნახოთ საიდან მოდის და რატომ მოდის ეს ენერგია, რას ეხება, ხო, რა მოდის. Ace of Cups. ახალი ემოცია, ახალი გრძნობა, ახალი სიყვარული. სამიანი თასები მაქვს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ბოდიშის ამბავია, მაგრამ შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა თქვათ, რომ ბოდიში მე არ მინდა და რაღაცა, ნუ გასაგებია, თუ არ გინდა შენი არა. შენი არა ეს მესიჯი. ჩათვალე რომ მაშინ სულად ახალი ადამიანი შემოდის შენთან სასუალო ინტერესით, ემოციით. მაგრამ ზოგიერთისთვის, ვისაც უნდა ყოფილთან შერიგება, არავინ არ განიკითხავს, არავინ არაფერს არ ამბობს, უბრალოდ ვიცოდეთ, რომ შეიძლება ეს იყოს ბოდიში მოგიხატოს ვიღაცა, ხო? შევრიგდეთ ბოდიში, გთხოვ, მაპატიე. თუმცა შეგიძლია ადამიანს აპატიო და არ შეურიგდი არანაირად რატომ ხო? მაგრამ მეუბნება იმას, რომ წინ გაქვს ძალიან მხიარული პერიოდი, ცხოვრების ერთ-ერთი პერიოდი, რომლის დროსაც შენ იქნები ძალიან მხიარული და ძალიან ბედნიერი, რადგანაც ის რაღაცა ახალი, რაც შემოდის, ეს არის შენი მოხმობილი, ასე ვთქვათ, ხო? როდესაც ვლაპარაკობდი წყალი, ენერგია, რომელიც შენ დახარჯე, ემოცია, წყლით აავსე რაღაცა სივრცე. და უცებ აი ეს წყალი შემოდის გვერდიდან, იქიდან არ დაბრუნდა, საიდანაც შენ ითხოვდი. ან თავის დროზე არ დაბრუნდა. ნახოთ. და ეს ემოცია მოდის, ეს გრძნობა მოდის ადამიანი, საქმე, მაგრამ უფრო მეტად ადამიანს ხედავ და გეტყვი რატომ ხედავ უფრო მეტად ადამიანს, რადგანაც მაქვს ორიანი თასები. თუმცა, რადგანაც მე მაქვს აქ ბედის ბორბალი და High Priestess, კურუმიკალი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის შენი მანიფესტირების შედეგი.
საკმაოდ კარგად და გარკვეული ადამიანი ხარ ამ საკითხში. თუ როგორ ხდება მანიფესტაცია, როგორ უნდა მოიხმო რაღაც, რაც გინდა, და ის სურვილიც გაქვს, უბრალოდ არ ვიცი სავარაუდოდ აქ შეიძლება გადამოწმება ხდება შენგან, ანუ ამოწმებ რამდენად, ესე იგი ამოწმებ რამდენად სწორად გააკეთე რაღაც და მომილოცავ სწორად გაიკეთებია ის მანიფესტაცია და ის რიტუალი, რაც ჩაატარე. და ვინც გამოიხმე ის მოდის, შენ თუ გამოიხმე მეგობარი, მოდის მეგობარი, შენ თუ გამოიხმე სიყვარული, საყვარელი ადამიანი მოდის საყვარელი ადამიანი, თუ გამოიხმე საქმე, მოდის საქმე, ანუ ეს არის შენი გაკეთებული, შენი მოთხოვნილი და ეს არის რაღაც ახალი სუნთქვა შენს ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ხანია ელოდი. შეიძლება გაუმიზნავადაც გააკეთე ეს მანიფესტირება და სულაც არ გაქვს რაღაცა რიტუალები და ისინი არ გიკეთებია. რიტუალები არ არის აუცილებელი, მაინც რაღაცა ჯადოქრული წარმოიდგინოთ, ხო, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხოლმე როცა ხარ ვიღაცას შესთხოვ, რაღაცას შესთხოვ, ამბობ რომ დავიღალე, აღარ მინდა ეს და მინდა ესეთი რაღაცა, მაგრამ ის რაც გაიარე იმისთვისაც მადლობელი ხარ, ამიტომაც მოდის უკვე შედეგი რაღაც ხო. მოკლედ რაღაცა კარგი გაეცე და უკან გიბრუნდება ძალიან კარგი რამ, რაც მახარებს, რაც ძალიან მახარებს. ნახოთ. ოთხიანი თასები. პრობლემა. წყლის მეფე. პრობლემა. იცი რა არის, ხა მე ეს არ ვიცი, მინდოდა თუ არა მართლა. ანუ, რას ქვია არ იცი, გინდოდა თუ არა მართლა, ფაქტია, გამოიხმე, მოითხოვე და მოვიდა. მაგრამ ამავდროულად შეიძლება ეს სულაც ანიშნავდეს მაგას და ეს უბრალოდ იყოს ის, რომ ვერ ამჩნევ. ვერ ამჩნევ თუ რა სახით და ფორმით გამოიხატება ის, რაც შენ მოითხოვე. შენ რაღაცა კონკრეტული წარმოდგენით შეიძლება გქონდა მოთხოვნილი, რომ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან მინდა ეს. ან აი ეს კონკრეტული მინდა. თუმცა არ აკვირდები იმას, რომ შეგრძნების დონეზე, ემოციის დონეზე, ენერგიის დონეზე და შენი სულისთვის მართებულ დონეზე რეალურად რა სახით უნდა გამოვლინდეს ეს შენს ცხოვრებაში. შეიძლება სრულად ახალი ადამიანი იყოს. ცხრიანი კვერთხები მერე ჩანს. წყლის მეფე შეიძლება სრულად ახალი ადამიანი იყოს, რომელიც არის ძალიან ემოციური, გაწონასწორებული ემოციურად. მე მივხვდები, იმიტომ რომ ემოციურია, გულისხმობ იმას, რომ გახსნილი აქვს გული, არ ერიდება თავის ემოციებს, გაწონასწორებული ადამიანია. ანუ შეუძლია რომ გამოხატოს ეს თავისი თავი, გამოუშვოს და ანუ არ ზღუდავს მოკლედ საკუთარ თავს იმაში, რომ რაღაცნაირად გაგიზიაროს თავისი ემოციები და შეიძლება ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომლისგანაც არ მოელი. ეგეთ შეიძლება იყოს. ეს თუ საქმეს ეხება, ადამიანი ჩნდება შენს გვერდით, რომელსაც ძალიან კაფეო ჩამოყალიბებული აქვს. რა უნდა რომ გამოვიდეს იმ საქმისგან, შეგრძნების დონეზე ძალიან კარგად ესმის თავისი კლიენტურა, შეიძლება ანუ მოხმარებლები ყავს ისეთი კლიენტი, აუდიტორია არჩეული, რომლის ემოციაზეც მოუწევს მარკეტინგულად რაღაცის გათვლა, ხო? და იცნობს იმ ადამიანების მარკეტინგს, ანუ იმ ადამიანების ემოციებს, ამიტომაც მარკეტინგულად ძალიან კარგია. შეიძლება შენ ხარ ეს ადამიანი და ვიღაც გამოჩნდეს, ვინც ითხოვს შენგან ამ ყოველივეს და მაქვს ცხრიანი კვერთხები რაც მეუბნება, რომ აი ეს ზუსტად აი ეს რაც თქვი, ახალი ენერგია სიცოცხლით სავსე, ანუ აი შეიძლება დაჭრილი იყავი და გამოჯამრთელი და ეხლა შეგვიძლია რომ გადადგა მთები, აი ეგეთი ენერგია მაქვს თქვენს გაშლაში. ნახოთ ნომერი 2. Five of Cups. ხუთიანი თასები, judgment-ი და სამიანი მონეტები მაქვს აქ. ეს ეხება იმას, რომ უბრალოდ ის რაც გაიარეთ, ნუ განიკითხავთ ამას რა. ადამიანებს, საკუთარ თავს, შეცდომებს, ყველა უშვებ შეცდომას, აბსოლუტურად, უბრალოდ იმ შეცდომისგან უნდა ისწავლო რა იყო შეცდომა და რაც არ დაუშვებ ხელმეორედ. ეს არის და ეს. ნეტა იქ ესე მოქცეული ყავი, ნეტა ესე გამეკეთებინა, ან იმას ნეტა ესე ეთქვა, ან მე ან ფაქტია რომ შანსი გაქვს მეორედ, სამიანი თასები მაქვს ამის უკანაც. ფაქტია რომ რაღაცა მეორდება, რაღაც შანსი შეიძლება ახალ ადამიანთან ერთად, ახალ საქმესთან ერთად, ან ძველ ადამიანთან და ძველ საქმესთან ერთად უბრალოდ რაღაცა მეორდება, რაშიც იგივე შეცდომას არ დაუშვებ, იმიტომ რომ უკვე გაქვს მასწავლი ჭკუა.
ამავდროულად გაქვს ცოდნა ის, რომელსაც ვერ აღწერ თუ რატომ გაქვს ეს ცოდნა, გაქვს ინტუიცია, ყველაფერი ტრიალებს, ბერიგორბალი ტრიალებს, იმ კუთხით, რომ უბრალოდ რაც გაეცი, ის დაგიბრუნდეს უკან. ძალიან კარგია, ძალიან მომწონს, გილოცავთ, ყველაფერი კარგად იქნება. და რავი, წარმატებები, თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, რომ პირადი გაშლა გქონდეთ ჩემთან, პირადად გქონდეთ კონსულტაცია, შეგიძლიათ რომ შემეხმიანოთ, ვიდეოს აღწერაში იქნება ინფორმაცია. თუ არა და დროებით შემდეგ გაშლამდე. კი ბატონო, ვინც პირდაპირ გადმოახვიეთ, მოგესალმებით, დასტა ნომერი 3. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ და ეს არის გაშლა ზოგადი თუ რა მოდის დასტა ნომერი 3-სკენ, ამ კითხვას ვსვავ და პირველი ვიწყებ უშუალოდ ორაკულის კარტით, რომელიც არის სულის მოგზაურობა, თუ რა გაკვეთილს გადის ახლა ამ პერიოდისთვის სული, რას სწავლობს და ზუსტად ვეკითხები თუ რაც მოდის, აი ეს რაც მოდის, რა უნდა ისწავლო მაგ დროს და სავარაუდოდ გესმით ჩემი დის და ჩემი დის ძაღლის კამათი სამსახურიდან მოვიდა და ბოსუნა ბარაზობს, უყვება რაღაცებს და ასე შემდეგ. კარგი, ნახოთ რა მოდის დასტა ნომერი 3-სკენ, რა უნდა ისწავლოს აი ამ ყველაფრით რაც მოდის. Indecision. I use my intuition in all aspects of my life. Honey, you have an intuition and surrender. I can release my need to control. Umbrelot me danebdi, morchapso, danebdi. მოკლედ რაღაცა ის გაქვს რა, როგორ თქვა, წინასწარ გრძნობ რაღაცას რა, აი გრძნობ რაღაცა, რომ აი რაღაცა უნდა მოხდეს. აი ბოლომდე ვერ ხვდები რა, მაგრამ აი გრძნობ რომ უნდა მოხდეს და ან შეიძლება ისეთი რაღაც შემოდის შენ ცხოვრებაში, რომლის განვითარების პერიოდშიც, ანუ იმ რაღაცა რაც შემოვა და რაშიც უნდა დაიხარჯოს ეს ენერგია და როგორც უნდა მატერიალიზდეს თქვენს გარემოში, ანუ რაღაცნაირად მაგ პერიოდში ინტუიცია განახობს თუ ვისთან უნდა გქონდეს კომუნიკაცია და ვისთან არ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, ვის უნდა უთხრა რაღაც, ვის არ უნდა უთხრა, ხო, რაღაცა. ვის გაუზიარო შენი ემოციები, ვის არ უნდა გაუზიარო შენი ემოციები, ვისთან გქონდეს საქმე, ვისთან არ გქონდეს საქმე, ხო. რაღაცნაირად აი ინტუიციას უნდა მიყვე. ნახოთ რას ეხება ეს ყოველივე, რა მოდის დასტა ნომერი 3-სკენ. რა მოდის დასტა ნომერი 3-სკენ, ეს არის ხუთიანი კვერთხები და ეს არის კონკურენცია, ჭხუბი, კამათი, დავა, რაღაცა კონკრეტული, სარჩელი, შეიძლება იყოს, კონფლიქტი. ყოველ შემთხვევაში კარტი მეუბნება იმას, რომ რაღაც სიტუაციაში ვარდები მატერიალურ დონეზე გამოიხატება ეს ყოველივე შეჯიბრით, კონკურენციით, კონფლიქტით. თუ როგორ რას ეხება, მოდი ეს ნახოთ აბა შეიძლება, იმიტომ რომ ჭხუბი კამათი კონკურენცია ხო რაღაცნაირად აი ესეთი მომენტი მაქვს რა. ყველაფერში ჩდება უბრალოდ რვიანი ხმლები. როგორ უნდა მოიქცე? გასაგებია, ნახე, რატომ მაქვს საქმე, მე ვიყენებ ინტუიციას ყველა ასპექტში ჩემი ცხოვრების. უბრალოდ საკუთარ თავთან ხდება კონფლიქტი ძალიან დიდი, ამავდროულად შეიძლება მატერიალიზდეთ ისიც, რომ უბრალოდ სხვა ადამიანთან შეხვიდე კონფლიქტში, ხო? თუმცა აზრობრივად შენ საკუთარ თავში ატრიალებ რაღაცა სცენარს, რომელიცაც ამბობ, რომ ესე უნდა მოხდეს, მაგრამ სინამდვილეში ინტუიცია გეუბნება სხვა რამეს, ხო? ესე სინამდვილეში ინტუიცია ან უბრალოდ შეიძლება ინტუიციამ გითხრა რაღაც, მიგახვედრა, რომ რაღაც შეიძლება ცუდად წავიდეს და აი ეს თუ როგორ უნდა მოხდეს მერე ყველაფერი, აი მაგას ახვევ საკუთარ თავში და ატრიალებ. ანუ საკუთარ თავს არ აძლევ დასვენების საშუალებას და არ აძლევ იმას, რომ უბრალოდ გაუშვა კონტროლი სიტუაციიდან, ადამიანთან ურთიერთობაში, საქმეში გაუშვა კონტროლი, მიენდო გარემოს, მიენდო ენერგიას, რომ თავისით განვითარდეს და ზუსტად გაჩვენოს ის გზა, თუ როგორ ვითარდება ის რაღაცა კონკრეტული სცენარი, ან შეიძლება სცენარიდან იყოს გადახვევა, მაგრამ როგორ მიხვალ იმ შედეგამდე, რომელზეც შენი ინტუიციამ გითხრა უკვე რომ მოხდებოდა.
შეიძლება ეს იყოს დასასრული ვიღაცასთან ურთიერთობის, შეიძლება იყოს საქმის დასასრული, ვიღაცასთან გაწყვიტო საქმიანი ურთიერთობა, სასიყვარულო ურთიერთობა, გაწყვიტო მეგობრობა, ხო? იმიტომ რომ მაქვს აშკარად დაპირისპირება, კონფლიქტი და კონკურენცია. ამავდროულად ეს შეიძლება იყოს მოთხოვნილი, თქვენგან მოთხოვნილი სურვილი იმის, რომ ახალი ადამიანი გამოჩნდეს და მოგიწიოთ ხელთავიდან ჩაბმა და ჩართვა იმ გარემოში, სადაც არის ეს დეიტინგი, მოდი ესე დავარქვა, შეიძლება გიწევთ ვაკანსიებს, გაგზავნა ძალიან ბევრ ვაკანსიაზე, გიწევთ სიმისკებს, სადაც არის უამრავი კონკურენცია, ხო? ყოველ შემთხვევაში მაგას შენ ვერ გააკონტროლებ, ეს კითხვის როგორ პასუხს გაგცემს, ან ვის მოეწონები, ვის არ მოეწონები, ამაში შენ ვერ გააკონტროლებ, უბრალოდ უნდა იყო ის რაც ხარ და უფრო მარტივად იპოვი იმ ადამიანებს, ვისაც შენი ესმის და ვინ შენია. ნახოთ, რა მოდის დასტა ნომერი 3-ისკენ. თქვათ უნდა დაირევი. Okay. King of Wands. მოკლედ შემოდის ადამიანი აღმართული კვერთხითა, ცეცხლითა. საკმაოდ ისეთი მომხიბლავი ქარიზმატული ადამიანი მოდის შენს ცხოვრებაში. ამაზე თვალები აქვს, მოცისფრო, მომწვანო. და საკმაოდ ისეთი წვერები. ხო, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, შეიძლება იყოს გოგოც თუ გოგოები მოგწონს, ხო? ცისფერთვალება ამაზე ცელთმიანი რაღაცნაირი წითური. ცოტა წითურებას გავს, მაინც ცეცხლთან ახლოს. თუმცა ამაღწერებს ერთ ყურადღებას უნდა მიაქცევთ, იმიტომ რომ ყველასთვის ერთ და იგივე არ იქნება, თქმა უნდა. ეხლა ვსწრაფ წარმოვიდგინე, რომ ყველასთვის ერთნაირად იყოს და 100 კაცს მოუყუროს ეხლა ამ დასტას და 100 კაცი შეხვდეს წითურთმიან ადამიანს, ანუ გამოვშტერდა. მოკლედ, მოდის რა ადამიანი შემოდის მის ცხოვრებაში, რომელიც ეს კარბონ ბალანს ატრიალებს, ასე ვთქვათ, და გაგდებთ აი რაღაცა ქაოტურ მდგომარეობაში და გაგდებთ იმ ენერგიაში და იმ ფიქრებში თუ რა როგორ უნდა მოხდეს, ნამდვილად მოწონვარ თუ არა ამ ადამიანს, რაღაც ის, ანუ შეიძლება ძალიან ლამაზია, ძალიან სიმპათურია და შენ თვითონ გქონდეს საკუთარი თავის მიმართ, რომ რაღაცნაირად გაგიკვირდეს, რომ ესეთი ლამაზია, ესეთი რაღაცა კარგი და ანუ შეიძლება შენი ქრაიშია და გელაპარაკება და რაღაცა ეგეთი რაღაც გემართება, ხო, ცეცხლი გეკიდება და წყალში გახარ და იცვი, მოკლედ რა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობაში უბრალოდ მიუშვა, გაუშვა კონტროლი, სიტუაცია, იყო ის რაც ხარ, არ შეშინდე, არ დაიწყო გაპრეჭვა ზედმეტად, მე არ გულისხმობ მატერიალურ დონეზე, ანუ ფიზიკურ რაღაცებს არ გულისხმობ, მე გულისხმობ რაღაცებზე კის თქმას, რაღაცებზე არას თქმას, ხო, ანუ რაღაცა თუ არ გინდა, რაღაცა თუ გინდა, შეიძლება ისეთ რაღაცას აკეთებდე, რაც შენთვის ნორმა იყოს, ამ ადამიანისთვის არ იყოს ნორმა, მაგრამ ეს შენია და უბრალოდ უნდა გააკეთო ისე როგორც გინდა. მოკლედ არ ჩაუშვა შენი თავი რაღაცა მორევში. ნახოთ. 4-იანი კვერთხები მაქვს. ერთამიანა. კი ბატონო. მოკლედ რა ხდება რა? აი ეს ადამიანი, ვინც აი ამ დღეში გაგდებს ცოტა ქაოტურ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. მე პირადად ჩავას მოგცემდი, რომ უბრალოდ ესეთ ენერგიაზე დრო არ დახარჯო, იმიტომ რომ არანაირი სიმყარე ამ ადამიანს არ გააჩნია. უბრალოდ მოწონება, უბრალოდ ქრაშია, უბრალოდ გაგიღიმე არა. ანუ არ მიზის აქ რამე კონკრეტული როგორ თქვა სერიოზულობა, სიმყარე, მოდიში. უკაცრავად კიდევ ერთხელ. ხო, ანუ არ მიზის სიმყარე, არ მიზის ის სერიოზული მიდგომა, რაც საჭიროა თუნდაც იმ ურთიერთობისთვის, რასაც შენ ეძებ კონკრეტულად. მაგრამ ამავდროულად მე ვიტყოდი, რომ თუ ხარ ის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ქართობა უნდა და არანაირად არ აქვს პრობლემა იმის, რომ ეს ადამიანი თუნდაც რამდენიმე ადამიანს ერთდროულად წერს, მაშინ კი ბატონო გახსნილია, რაც გინდა ისაკეთე, ხო? მე უბრალოდ ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვანია ის, რომ მონოგამია იყოს ურთიერთობაში და იყოს ისეთი ადამიანი ურთიერთობაში, რომელიც ხედავს მომავალს და არა იმ კონკრეტულ მომენტში გართობას. ნახოთ
შემდეგი მესიჯი რაც მაქვს, რაც მოდის, ეს არის 4-იანი კვერთხები და მონეტების დედოფლის ენერგია და მაგუშიგიანი ხმლები. მე კარტი მეუბნება იმას, რომ რაღაცა რაც შემოდის, უნდა დამალო. არ ვიცი რა არის, რას ეხება ეს. ხელიც ვოუ. გამიმწარდა რაღაცა ხელში. არ ვიცი. Body shit. Queen of Swords. კი ბატონო. ხმლების დედოფალი. მოკლედ რაღაც საიდუმლო შენახვა შეიძლება გთხოვდეს ვიღაცა, ან შენაკეთებდა ისეთ რაღაცას, რის დამალვაც გინდა და რაც ეხება კონკრეტულად შენ ცხოვრების სტილს, შენ ცხოვრების შემოსავალს, წყაროს, ასე ვთქვათ, შეიძლება ეხებოდეს ამას. ასევე შეიძლება ეხებოდეს ისეთ გეგმას, რომელიც აშკარად შეგიცვლის გარემოს და უბრალოდ არ გინდა ამისი გამხელა, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგია რაც შემოდის, ეს ამ ენერგიას ზუსტად იყენებ იმაში, ანუ მატერიალურ დონეზე შემოდის რაღაცა, შეიძლება თანხა იყოს, საიდანღაც მოდის ეს ფული. და უბრალოდ ან ისეთ გეგმას სახავდა, რომელიც არ გინდა რომ სხვას უთხრა, რომ მე რა უკეთესად გამოვიდეს, ზოგიერთ ადამიანს აქვს ეს კონკრეტული შეხედულება, ხო? ყოველ შემთხვევაში ფული მაქვს, შემოსავალი მაქვს, მატერიალურ დონეზე რაღაცა კონკრეტული ნამატი მაქვს, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ შეძლო რაღაცა გქონდეს და თავდაჯერებულად გეჭიროს უშუალოდ საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში. სხვებთან ურთიერთობას რომ გიმარტივდებოდეს, ამას ვერ ვხედავ. უსასყვალო ურთიერთობებს გულისხმობ. ამას ვერ ვხედავ. და ამავდროულად შენ აქ გაქვს ძალიან დიდი პრობლემური მომენტი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საკუთარ თავს უდევდე რაღაცა კონკრეტულ წინასწარ განსაზღვრულ წესს, რომ მე თუ ესე არ მექნება, მე თუ უკვე ამისთვის მიღწეული არ მექნება, მე თუ უკვე რომ და მაგიტო ხვდებიან მე რომ უკვე ეს ნაყარ-ნუყარი გაუწონასწორებელი ადამიანები რა. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა შემოსავალი მოგდის ისეთი, საქმე მოგდის ისეთი, რომელიც უბრალოდ უნდა დამალო. მე არ ვიცი რას ნიშნავს, ვის უმალავ, მაგრამ ფაქტია, რომ გარჩი ჩანს, რომ არის რაღაც რაც უნდა დამალო და ადეკი და დამალე რა. ადეკი და დამალე შენი რა მიდის ხო? მაგრამ შედეგი როგორი ექნება მაგას, ეგ მაინტერესებს. ხო, რიანი მონეტები, ანუ რაღაცა არის, რასაც მალავ. რაღაცა არის, ეს რაღაც უბრალოდ ეხება კონკრეტულად საქმეს, ფულის კეთებას, ფულის შოვნას, ბიზნეს იდეა შეიძლება გქონდეს, ზოგიერთ თქვენგანი შეიძლება სანთლის გაკეთებას აპირებთ, ხო, სანთლების დანთებას აპირებთ, ან უბრალოდ თვითონ უშუალოდ სანთლის ბიზნესის გაკეთებას აპირებთ, ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ შენ თვითონ ქმნი რაღაცას შენ ცხოვრებაში, რაც მოგიტანს ძალიან დიდ ბედნიერებას, სამიანი თასები მაქვს, რაც არის მხიარულება, ბედნიერება და ამავდროულად მაგოქსიანი კვერთხები და კვერთხების დოზი მით უმეტეს, როდესაც ეს ორი კარტი ერთად მეუბნება იმას, რომ ფაქტია, რომ რაღაცა წარმატებას პოულობ, ანუ რაღაცა წარმატების საიდუმლოს პოულობ. კი ბატონო, წარმატების საიდუმლოს პოულობ საკუთარ თავში ინდივიდუალურად, როგორც მარტოხელა ადამიანი, უფრო მარტივად, ვიდრე როდესაც შენ დროს უთმობ ისეთ ადამიანებს, რომელიც შენი ღირსი არაა და დროს ყველა გაკარგვინებენ. ყოველ შემთხვევაში რაც მოდის ახლა არის აი ეს კონკრეტული მომენტი, როდესაც შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო უაზრო ხალხი, მიხედო შენ თავს და წარმატების საიდუმლო შენია და რაღაც წარმატებას აღწევ. უბრალოდ კონტროლი უნდა გავუშვა და ინტუიცია გაქვს საკმაოდ კარგი და ერთხელ რო გეტყვის ინტუიცია რაღაცას, თუ შედეგი ცუდია ინტუიციით, ჩაიხვევ და აიკვიატებ საკუთარ თავში აზრებს და შეეცდები იპოვო გამოსავალი ისეთი რაღაცისგან, სადაც გამოსავალი არ არის, ანუ შედეგს სადაც ვერ შეცვლი. რაც უნდა ახდე, შედეგს მაინც ვერ შეცვლი, რაც მოსახდენია ის მოხდება. როდესაც ინტუიციის ნაკარნახევ რაღაცას ეხება. თორე, რავი, ძალიან მარტივია თუ შეჭამ ყოველდღე ბევრს, გასუქდები, თუ გექნება დისციპლინირებული კვება, დაიკლებ. ასეთ რამეს არ ვეხები რა, მე ვეხები უშუალოდ სხვა ადამიანების ქმედებებს, სხვა ადამიანის ცნობებს, ემოციებს და ეს რაღაცებს რა. მოკლედ, ლამაზო ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ. წარმატების საიდუმლო თქვენია, რაღაცასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
შეგიძლიათ გამიმხილოთ მერე. შეგიძლიათ მერე გამიმხილოთ და მითხრათ თუ რა არის. მაგრამ თუ ვინმეს გექნებათ სურვილი პირად გასვლასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ, ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული ინფორმაცია და დროებით იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ. კარგად.